იყოთ ამ საქმის ბოლომდე მისაყვანა. მე ამ საკითხად ჩემი მოსაზრება მაქვს, ახლა შევსწავლიყვანს ამაზე ლაპარაკი, მე მგონი. გადაცემის პროცესის მსვლელობისას ვისაუბროთ, თუნდაც ახლა ჩვენ ისე გამოდის, რომ რაღაც შედეგიდან, ბოლოდან ვიწყებთ საუბარს. მე გეტყვით იმას, რომ ეს როგორც აბსოლუტურად სწორად აღნიშნა კონსტანტინემ, ესე იგი ეს საქმე იყო აღძრული 1994 წლის იანვრის დასაწყისში და როგორც ჩვენ პროკურატურამ გაქვს პასუხი, ეს თქვენ ბრძანეთ, რომ თვითმკვლელობის მუხლით აღიზრა თითქოს არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ეს ღია წყაროებში ასე იყო, მაგრამ ჩვენ ასევე ვახსენეთ ოჯახისთვის გამოგზავნილი წერილი, რომელიც თქვენ გვაჩვენეთ. ოფიციალური დოკუმენტები, რომ მაშინ არ იყო არაფერი ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მე მოგახსენებთ, ესე იგი ჩვენ მივიღეთ ეს ცინიკური პასუხი წლევანდელ 31 მარტს, სწორედ მამაჩემის დაბადების დღესა და საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეზე მივიღეთ ეს ცინიკური პასუხი, სადაც გითხრეს, რომ ეს საქმე უბრალოდ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად გარდაცვლილის უფლებამონაცვლე თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვერავინ ვერ იქნება და ასევე არ მომხდარა არავითარი გადაკვალიფიცირება, მოდით ასე ვთქვათ, მე არ მივცემ ქართული ოცნების ხელისუფლებას დღეს ამ თემით სპეკულირების საშუალებას, იმიტომ რომ მე მაქვს აგრეთვე სწორედ პროკურატურის, მთავარი პროკურატურის მიერ გაცემული პასუხი, სადაც შავით თეთრს წერია, რომ ეს არ ყოფილა გადაკვალიფიცირება, არამედ მაშინ 1994 წელს ეს საქმე აღიძრა და როდესაც საქმის აღძვრისა და წარმოებაში მიღების დადგენილებაში არ წერია საერთოდ რა ფაქტზე და რა მუხლით მოხდა განაცხადების სამართლის საქმე აღიძრა. დიახ, მე გაუგზავნე დიანას, ზუსტად სიტყვასიტყვით ასე წერია, გესმით და ეხლა სამართლებრივი აბსურდი თქვენ წარმოგიდგენიათ 24 წლის განმავლობაში პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის ძიება მიმდინარეობს, უბრალოდ 2015 წლამდე 22 წლის განმავლობაში 93 დაუზუსტებელი. დიახ, გესმით და აბსოლუტურად გაურკვეველია რა ფაქტზე და რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. ეს წერია მთავარი პროკურატურის პასუხში, ჩემი მოგონილი არ არის. გესმით, ეს ერთი. რაც შეეხება იმას ახლა, რომ ჩემთვის ყველა დანარჩენ მტკიცებულებებს, უბრალოდ მტკიცებულებათა ერთობლიობას თავი რომ დავანებოთ, ახლა მე ჯერჯერობით შეგნებულად არ ვცემ თქვენს პირველ კითხვას პასუხს. ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ჩემთვის აი ყველაზე ნათელი დასტური, აი როგორც ობივატელისთვის, ასე რომ ვთქვათ, აი დაუშვათ, რომ მე ერთ წამს არ მაქვს ამ საქმესთან არავითარი შეხება, არც სისხლის მიერი და არც ინტერესი. ყველაზე ნათელი დასტური არის სწორედ ის 23 წელიწადი, 24 წელიწადი, თითქმის, გესმით თქვენ, რომ ამ საქმეზე დადგენილი პასუხი არ არსებობს. თუ ეს იყო თვითმკვლელობა, გაიცათ პასუხი ვინ უშლიდათ. რა შევადნადეს 9 წელიწადი ჰქონდა ამ პასუხის გასაცემად და დამერწმუნეთ თუ ვინმეს აწყობდა ამ საქმეზე ამგვარი ვერსიის დამტკიცება და დადასტურება, ეს მხოლოდ შევადნადეს ხელისუფლება იყო, ხომ ასეა? და სწორედ ის ფაქტი, რომ დღესაც ჩვენ ხელისუფლება უკვე მესამე ხელისუფლება მოგეხსენებათ, ჩვენ ხელისუფლება ყოველ ნაბიჯზე ობსტრუქციას გვიწევს და ყოველ ნაბიჯზე გვიშლის ხელს საკუთარი კანონიერი უფლებების თუ მოსაპოვებლად თუ ჭეშმარიტების დადგენაში, სწორედ ეს მეტყველებს იმაზე, რომ იქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მათ უნდა წარმოაჩინოს. რატომ აი თქვენ თქვით, რომ ხელს გიშლიან ობსტრუქცია? რატომ მეთქავს ეს საქმის მასალებიდან? რატომ ხდება ეს? ამაზე თუ გაქვთ შეკითხვა. რატომ ხდება? აი ახლა თქვენ ისევ იგივე კითხვას მისვათ, რაც დამისვა დიანამ და მაშინ იზოლებული ვიქნები ზოგადად, მაგრამ მაინც გიპასუხოთ. მოდი ასე ვთქვათ. ყველა სახელმწიფოში არსებობს, მე ადრეც მაქვს ნათქვამი, არსებობს ეგრეთ წოდებული ინგლისურად ვიტყვი deep state. Deep state. საქართველოს სახელმწიფოშიც არსებობს ეს deep state-ი, ისეთივე მახინჯი და ისეთივე უყუღმართი, როგორიც არის თავად ჩვენი სახელმწიფო, მოდი ასე ვთქვათ, გესმით და ეს deep state-ი საერთოდ ზოგადად ეფუძნება რას? ფინანსურ პოლიტიკურ ელიტას და პოლიტიკურ ელიტაში მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი იყო კარდინალური ცვლილებები, რაღაც რევოლუცია და არქვით ამას გნებავთ თუ კულუარული გადატრიალება თუ არჩევნებით შეცვლა შემდგომ ხელისუფლების, მიუხედავად ამისა, ეს პოლიტიკური ელიტა მაინც გარკვეული მიმღეობით ხასიათდება, გესმით, ხომ ასეა, გარკვეული მემკვიდრეობითობით უბრალოდ ხასიათდება. ეს ერთი და ჩარჩენილია სისტემაში, ჩარჩენილები არიან ადამიანები, რომელთაც არ აწყობს ამჟამად პოლიტიკურ ელიტაზე ვსაუბრობ, შემდგომ არის, რა თქმა უნდა, ფინანსური ელიტა, ასევე ფინანსური ჯგუფები, რომლებიც დაფრთხიანდნენ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა და ძირითადად, ეხლა ანუ ის ვინც არის მოდის ხოლმე სათავეებში, არ სურს
ზუსტად გამსახურდია საქმის ბირთვი შემდგომ არის ბირთვი, რომელიც ფაქტობრივად იგივეა, აი ბირთვი, მე შეიძლება ეს ადამიანები დღეს არ ჩანან, ასე ვთქვათ, სააშკარაოზე, ბევრი მათგანი საჯარო პირი არც არის, აი იგივე ძალოვან სტრუქტურებში, იგივე პროკურატურაში, სასამართლოში და ასე შემდეგ, გესმით ახლა რომლებიც არ შეადგენენ ამ უწყებების ბირთვს, რომლებიც დგას ეს სისტემა, გესმით თქვენა და აი მე მეცაც გეტყვით მაგალითად, აი ამ ხელისუფლებების ცვლილების მიუხედავად, გესმით თქვენ, ხელისუფლება არ კი არა ვერც ცვლის ამ ბირთვს, იმიტომ რომ ამ ბირთვმა, ამ ფინანსურმა თუ პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა რომ ხარი არ დაუჭირონ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის რომ მოვიდა ხელისუფლება. ამ მათი მხარდაჭერის გარეშე ეს ხელისუფლება ძალაუფლებას ვერ მოიპოვებს. გესმით თქვენ ის თომი და აი დაინტერესდით რა არის deep state და აი რაღაცა განსაკუთრებით მახინჯი კორუმპირებული ფორმით არსებობს ეს საქართველოში. ეს სწორედ ის ადამიანები არიან, გესმით თქვენ, რომლებიც მოდიან იმ შევარდნაძის ავადმყოფელი პერიოდიდან და შეიძლება ზოგი ცოტა უფრო ადრეც, მაგალითად აი კომუნისტების დროიდან იგი. ამ ადამიანებს ბუნებრივია არა ინტერესები. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩვენ ვახსენეთ შეხვედრა შეხვედრას, რომელიც პროკურორის მოადგილე იყო, ასევე თუ არ ვწდები, ზუსტად ვიცი რომ